კვანცა თბილისის ბულვარის პროექტზე მის ასე ვთქვათ დეტალებზე რას მოიცავს ვისაუბრებთ აუცილებლად, მაგრამ დასაწყისში მინდა კითხო ხედვაზე და კონცეფციაზე, რომელსაც ეს პროექტი აერთიანებს. თბილისის ბულვარი მის მობინადრეებს თავაზობს სრულიად განსხვავებულ ყოველდღიურობას, ცხოვრების ახალ სტილს, შვიდ, კომფორტულ, დაცულ ზღვისპირა გარემოში. ჩვენ არ გვინდოდა შეგვექმნეს სტანდარტული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ისედაც ძალიან ბევრია თბილისში. ეს არის სრულფასოვანი ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ჯანსაღ გარემოს, ბუნებას, ადამიანებზე მორგებულ ინფრასტრუქტურას და ცხოვრების მაღალ ხარისხს. კომპლექსი დაგეგმილია ისე, რომ მის მობინადრეებს არ მოუწევთ გასართობად, დასასვენებლად, თუნდაც სამუშაოდ სხვადასხვა ადგილზე წასვლა. არამედ აქვე ამ ტერიტორიაზე შეუძლიათ მიიყვანონ შვილის სკოლასა თუ ბაღში. სამუშაოდ გამოიყენონ ბიზნეს სივრცის ტერიტორია, იშოპინგონ სავაჭრო ცენტრში, დაისვენონ ამიერკავკასიაში უდიდესი აკვაპარკში. ისეირნონ ზღვისპირას ასეირნო ბულვარში, დაკავდნენ სპორტული თუ წყლის სხვადასხვა აქტივობებით. საბოლოო ჯამში კი თბილისის ბულვარის შექმნის იდეა იყო შეგვექმნა აქ სრულფასოვანი კურორტი, რომელიც აერთიანებს ადამიანებზე მორგებულ ყველა საჭირო სერვისს, რაც დღეს თბილისში ასეთი საჭიროა და ეს საჭიროება კიდევ უფრო გამოიხატება მომავალში. რა საშუალებებს გაძლევთ ამისთვის ტერიტორია, რომელიც შეარჩიეთ და რა თქმა უნდა მიზანმიმართულად მოხდა ამ ტერიტორიის შერჩევაც. რატომ თბილისის ზღვა? ეს ტერიტორია ზღვის დონიდან 600 მეტრზე მდებარეობს. აქ არსებული უნიკალური ტყეპარკი, არსებული ზომიერად ტენიანი კლიმატი. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არაერთი კვლევა ჩატარდა და მაშინვე გამოიკვეთეს 3 ადგილი, რომელიც განისაზღვრა კლიმატურ კურორტად. ეს კლიმატური კურორტები შექმნილი იყო გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადების მქონე პაციენტებისათვის. ეს ადგილები იყო ბიჭვინთა, ბაიკალი და ზუსტად ჩვენი ტერიტორია, თბილისის ზღვა. ძალიან მნიშვნელოვანია ის დეტალი, რომ აქ არსებულ ბუნებრივ სიკეთეებს ჩვენ ყოველი ჩვენი შეხებით კიდევ უფრო ვაკეთილშობილებთ და მდგრად ვხდით. მინდა ვისაუბროთ პროექტზე ახლა, უშუალოდ რას აერთიანებს პროექტი. ჩვენ კონცეფცია ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ რა შედის ამ კონცეფციაში, ეს არის საინტერესო. განაშენიანება მიმდინარეობს ამიერკავკასიაში უდიდესი აკვაპარკის, ჯინო აკვაპარკის გარშემო. ჯინო აკვაპარკი უკვე 2014 წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს. კარგად ვიცნობთ უკვე ჯინო აკვაპარკს. საქართველოში არსებული ყველა ოჯახისთვის და განსაკუთრებით ბავშვისთვის ბედნიერების სამყაროდ იქცა. ეს ყველაფერი განპირობებულია იმიტომ, რომ აქ არ ვთავაზობთ ჩვენ უბრალოდ აუზებს, რამდენიმე ტიპის აუზს. ეს არის კომპლექსი, სადაც ოჯახებს შეუძლიათ დაცულ, მშვიდ გარემოში გაეტარონ დრო ერთად. თავის დროზე ჯინო აკვაპარკის გამოჩენით საერთოდ შეიცვალა დასვენების კულტურა. სწორედ ამ ხაზს მივყვებით და ამ ხაზს აგრძელებს თბილისის ბულვარის პროექტი, სადაც დაგეგმილია საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსების გარდა სავაჭრო და ბიზნეს ცენტრების აშენება, სამედიცინო კლინიკა, სარეაბილიტაციო კლინიკა, ევროპული სტანდარტის სკოლა და ბაღი, ზღვისპირა სასეირნო ბულვარი, 1100 ავტომობილზე გათვლილი ცალკემდგომი საპარკინგო შენობა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ ტერიტორიაზე არსებულ სუფთა ჰაერს. როგორც ვიცით, თბილისის ბულვარი არის ჯინო ჰოლდინგის პროექტი. ჯინო ჰოლდინგი ჩვენთვის, ქართული ბაზრისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის უკვე კარგად ნაცნობი კომპანია, რომელმაც უამრავი მილიონის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. გვითხარით ჰოლდინგზეც, პროექტებზე, რომელიც არის მიმდინარე, მის ერთ-ერთი ალბათ მთავარი შემადგენელი ახლა არის თბილისის ბულვარი, მაგრამ სხვა პროექტებს შევეხო. თბილისის ბულვარი ჯინო ჰოლდინგის პორტფელში შემავალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ინვესტორის ნოდარ გიორგაძის ყველა პროექტი არის არასტანდარტული. აბსოლუტურად ყველა ჩვენს პროექტს აქვს თავისი განსაკუთრებული და ამახასიათებელი ნიშა, რომელიც განაპირობებს იმ ხარისხს, იმ სანდოობას, რაც დღეს არა მარტო საქართველოს ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზარზე გვაქვს. მაგალითად, ჯინო აკვაპარკი, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკი და ველნეს ცენტრია. ყველა ოჯახის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, უსაყვარლესი, დაცული, უსაფრთხო, დაუვიწყარი ემოციებით ახსავსე ადგილია. აქვე გვაქვს 218 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, ჯინოსის საიდი,
ჩვენს პორტფელში შედის ჯინო ველნეს მცხეთა ბუტიკ სასტუმრო და ველნეს ცენტრი ისტორიულ ქალაქ მცხეთაში. ჯინო ველნეს რაბათი, ბუტიკ სასტუმრო და ველნეს ცენტრი ახალციხეში, რაბათის მე-11 საუკუნის ციხესიმაგრეში. აღნიშნული სასტუმრო შეყვანილია მსოფლიოს საუკეთესო ბუტიკ სასტუმროების 50-ათეულში. იგივე სიაში შეყვანილია ჩვენი კიდევ ერთი სასტუმრო, ჯინო პარკ პალასი, რომელიც სლოვაკეთში, ქალაქ ორლოვაში მე-17 საუკუნის სასახლეში მდებარეობს. ეს სასტუმრო ბოლო 3 წელია უკონკურენტოდ იკავებს პირველ ადგილს ევროპის საუკეთესო ისტორიულ საქორწილო სასტუმროებს შორის და დღესაც კი რომ მოვინდომოთ ჯავშნის გაკეთება 2027 წლისთვის თუ შევძლებთ, რადგან სხვა ყველა პერიოდის ვიკენდი უკვე ათვისებულია. ჯინო ფერედაის ბეშენოვა, ჩვენი კიდევ ერთი აკვაპარკი სლოვაკეთში, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მუდმივად პოზიციონირებს ევროპის საუკეთესო აკვაპარკების ათეულში. ეს ჩვენი ჰოლდინგის პროექტების არასრული ჩამონათვალია, დღევანდელი მდგომარეობით უკვე რაც ინვესტირებული გვაქვს 280 მილიონი ევროა და ეს ინვესტიციები ყოველწლიურად კიდევ იზრდება და იმატებს. არასრული ჩამონათვალით დამბეჭდავი, ხო? ვინ არიან თქვენი ამჟამინდელი და პოტენციური მომხმარებლები? ეს ხედვა როგორია? ჩვენი ამჟამინდელი მომხმარებლები არიან ის გონიერი, შორს მჭვრეტელი ადამიანები, ვინც ზუსტად იციან იმ პროექტის ფასი, რასაც ჩვენ ვქმნით. აღსანიშნავია ის ნაწილი, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით გვყავს 100-მდე უკვე მუდმივი ევროპელი ინვესტორი, რომელიც ჩვენ სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებს ყიდულობს და ესენი უკვე არიან თბილისის ბულვარის საინვესტიციო პროექტების ბობლოდინეთა სიაში. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ თვითონ ჯინო ჰოლდინგი და ინვესტორი მათთვის უკვე არის ის გარანტია და ის სიმყარე, რომ ჩვენი ყველა მიცემული პირობა ჯეროვნად შესრულდება, მშენებლობას ექნება ის ხარისხი, რაც დღეს აუცილებელია. რაც შეეხება საცხოვრებელი მიმართულებით ადამიანები, ვინც ეძებენ ეკოლოგიურად სუფთა, უნიკალურ გარემოს, თავიანთი ოჯახებისთვის უპირობოდ თბილისის ბულვარი ერთადერთი ადგილია, რაც შეუძლიათ რა ნახონ. ამის შემადგენელი ნაწილია იქნება ხედვა გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების მიმართულებით. როგორია ეს ხედვა? ერთია პროექტი, რომელიც აერთიანებს არეკრეაციო ზონებს, სხვადასხვა შეთავაზებებს, იგივე პარკირების ნაწილია, ეს ვისაუბრეთ, ელექტრომობილებით გადაადგილება შიდა ტერიტორიაზე, მაგრამ მეორეა სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას გარემოს დაცვის სტანდარტები და მდგრადი განვითარების გეგმები. ეს მიმართულება რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის? მშენებლობა მიმდინარეობს განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, რომელიც თავიდან ბოლომდე გამორიცხავს ქაოსურ და არათანმიმდევრულ მშენებლობას. მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რომ მობინადრეებს, მაცხოვრებელს თუ ინვესტიციით დაინტერესებულ ადამიანებს ჩვენ ვთავაზობთ ხედს, რომელიც არასდროს არ შეიცვლება. გარდა იმ ლიმიტირებული ობიექტებისა, რაც აქ გეგმის მიხედვით გვაქვს ასაშენებელი, ამას არ დაემატება არც ერთი თუნდაც მცირე ზომის ობიექტი. ამიტომ არის, რომ ის პრობლემა, რაც დღეს სამწუხაროდ ესეთი მწვავეა, თბილისის ბულვარში არასდროს არ იქნება. არის პროექტები, რომელიც საინვესტიციო ღირებულებას ქმნის, არ ვიცი, რეგიონისთვის, უბნისთვის, ქალაქისთვის. რა საინვესტიციო ღირებულებას ქმნის ამ ნაწილში თბილისი ბულვარი, როგორ უყურებთ ამ საკითხს? პირველ რიგში, ზღვისპირას ასე ერთო ბულვარი, რაც აღნიშნე, რომლის მშენებლობა და მოწყობაც ახლა მიმდინარეობს, იქნება ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ ღირებულებას შესძენს თბილისს. ეს იქნება ადგილი, სადაც ისიამოვნებს არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ უნიკალური ცენტრი იქნება ინვესტორებისთვისაც. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი საინვესტიციო პროექტები იყიდება გარანტირებული შემოსავლით, რაც განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის სხვადასხვა ტიპის ინვესტორისთვის, რომელიც ეძებს კაპიტალის დაბანდების მდგრად წყაროს, სადაც გარანტირებულად შეუძლია ნახოს, როგორი დინამიკით იზრდება მისი ქონების ფასი. კონსა მადლობა სტუმრობისთვის. ჯინო ჰოლდინგის წარმატებები, თბილისი ბულვარის წარმატებები, ჩემს მომავალ სტუმრობაზე იმედია, რომ შევძლებთ დავთქვე უკვე შესრულებული სამუშაოთი და იმ განვითარებული კომპლექსით, რომელიც ჩანაფიქრში გაქვთ და როგორც ხედავ, საკმაოდ კარგად მიდიხართ დროშიც. მადლობა თქვენ, ჩვენ ძალიან გვიხარია
თითოეული სტუმრის აქ ვიზიტი და ამ სიკეთის თვალნათლივ ჩვენება თუ რა გვაქვს და რა ღირებულებას ვძენთ ქალაქს და ქვეყანას. წარმატებით.